განვითარებისთვისაც ეს არის ახალი სუნთქვა. რომ აი რაღაცა ახალი დღე დადგეს ამ ქვეყანაში. ერთი კითხვა და ბატონო აი მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენ ახსენეთ არაპროპორციული პასუხი რუსეთიდან, რაც ასევე ვიცით რომ ევროპის საბჭოს რეზოლუციაშიც ასევე ნათქვამია ის რომ საქართველოს მხრიდან იყო გამოყენებული არაპროპორციული ძალა შეტევისას და იყო არაპროპორციული პასუხი რუსეთის მხრიდან, მაგრამ იქნებ ნათქვამი რომ მართალია სხვა ქვეყნის ტერიტორია, არა საქართველოს ნაკრებში მართალია თავის ქვეყნის ტერიტორიაზე მოხდა ამის გამოყენება. ეხლა რაც შეეხება შეფასებას რუსეთის მხრიდან არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული თუ ამაზე უფრო მეტი, ანუ არალეგიტიმური იყო რუსეთის შეტევა. ჩემი აზრით გაინტერესებს რა თქმა უნდა არალეგიტიმური იყო, მაგრამ ესაც დაწამე. მე მაინტერესებს არც დამეტებულია, მაგრამ ჩემი აზრით ევროპის საბჭოს ამ რეზოლუციაში არის შეცდომა დაშვებული. შეცდომა არაპროპორციული ძალის გამოყენება შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც თვითონ ძალის გამოყენება არის ლეგიტიმური, მაგრამ ლეგიტიმური გარკვეულ ჩარჩოებში. და ნებისმიერ შემთხვევაში თუ არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რაშიც მაგალითად შეერთებულ შტატებს დებენ ბრალს, როდესაც ის შეიჭრა ერაყში, ხო? არ იყო რეზოლუცია. მაგრამ ისევ და ისევ ერაყთან დაკავშირებით იყო წინაპირობები ძალიან ბევრი, იმისათვის რომ საერთაშორისო აზრი მაინც ყოფილიყო ამისთვის მზად და საერთაშორისო სამართლის ეს კომპონენტი რაღაცნაირად მომწიფებული იყო. ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს შემოიჭრა რუსეთი, არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. და აქ უბრალოდ ხმა იმისა რომ იყო არაპროპორციული ძალა გამოყენებული, ეს არის ჩვენთან მიმართებაში ამბობს თუ რუსეთთან? აი რუსეთთან მიმართებაში. ეს არის აშკარა შეცდომა. ეხლა თქვენი ანალიზით მაინტერესებს. არანაირი საერთაშორისო სამართლებრივად არ იყო მომზადებული ამერიკის ამბავი, მაგრამ ეს თავისთავადაა, მაგაზე ნუ გავაგრძელებ, ზუსტად იგივე იყო რასაკი. შეგახსენეთ ამ. უკაცრავ. რეჟიმ ჩეინჯერი იყო ლაბარაკის შეერთებულ არა, მაგაზე გეტყვით. თუ იყო საუბარი არა სამართლებრივად მომზადებული კრისტალიზებული საერთაშორისო სამართლის ნორმებით არა მაგრამ პოლიტიკურად დაგასახლებით სამართლებრივად ესეთი კომპონენტი არის საერთაშორისო აზრი ბატონო ძალიან შორტავებით აზრი არა მაგრამ მე გეთახმებით უბრალოდ სხვა იყო და გეთახმებით რომ არალეგიტიმური რა თქმა უნდა ამაზე არა მგონია შეიძლება დაუბრუნდეს ლეგიტიმური იყო თუ არალეგიტიმური არალეგიტიმური რაც შეეხება საქართველოს მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას თუნთანის ტერიტორიაზე როგორც იყო იქ ჩანაწერი ეს სწორი ჩანაწერია მაგრამ ეს დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლდეს კოსოვოს მისი ტერიტორია იყო თუმცა ამის გამო მილოშევიჩისთვის თავზე ხელი არავის არ გადაუჭირა ანუ დავგავიტყვი რომ მილოშევიჩთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი მტკიცებულებები მან გასულებ ერთიანადებას ძალიან ბევრი მტკიცებულებები იმისა რომ ის ადამიანის უფლებები ფუნდამენტური გადაწყვეტინოს და იყო ბატონო კახა ეს არაფერს არ ნიშნავს ბატონო კახა ეს არის თუ შეიძლება და ბატონ დავით მოусმინოთ ვიეტნამის ომამდე ჩავალთ, ასე მოვაგზავნეთ. უბრალოდ შემოჩავალთ ამერიკის სამოქალაქო ომამდე და არ გინდა. ის ერთი რა მაინტერესებს ბატონ დავით. თქვენ მინდა კითხოთ. მე რაღაცას უნდა მეკასუხო, კარგი, თქვენ კითხვასაც. აი, ობასუბელიანი მაკეინის ნომრებით დადის და თან ამაყობს რომ პუსტარულად დავამზადეო. აი, პუსტარულად დამზადებული ნომერი, ხა გამახსენდა უცბად და სანამ მეც დამავიწყდა, რომ მეც დამავიწყდა რაზე საუბრობ ამის. მე უნდა ვაგო პასუხი იმაზე რა ნომრები დადის ობასუბელიანი და ჟურნალისტი რომელი რასაც ესე იგი რა სიტყვის იმაზეც როგორც კომიტეტმა უნდა ვაგო პასუხი. არა, ბატონო დავით ძალიან პუსტარულად ნომრებს ამზადებინებს. ეს როგორი ამბავია ბატონო? თქვენ უნდა იყოთ ესეთი რამებით უბრალოდ უნდა ინტერესდებოდეთ, იმიტომ რომ ხართ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ევროკავშირის პრეზიდენტის ბრიფინგი არ ნახეთ, არ გაინტერესებთ რა? CNN-ზე ვნახე. მე? ხო. თქვენი სამშობლოს ტელევიზიები როგორ აშუქებდნენ არ დაინტერესებს. პარალელურად ახლა იქაც დაიწყო. პარალელურად ვერ ნახავთ, ამაშია ბატონო და მთელი პრობლემა. 1 საათის მერე გვაჩვენეს პარალელურად ვერ ნახავთ. ანუ თუ შეიძლება რა. ეს არის პრობლემა. თქვენ თუ მიგაჩნიათ. უნდა იცოდეთ, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ხელი პირდაპირ ვალდებულებაა ჩემი აზრით, მაგრამ მე არ გავიოცებ. როდესაც რაღაცა არ ნაგირჩევენ ამ რაღაცა თანამდებობაზე მოხვდებით, ან რაღაცას იზავთ როგორც პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი,
აი სადეთ რომ ყველა გადაცემას უყურებთ. ეს არ არის ყველა გადაცემა. საკუთრივ მედიების ბრიფინგი ეს არ არის ყველა გადაცემა დიდი ბოდიში. ამაში რომელი არხი როგორ აშუქებს ადამიანები არიან ვინც აგებენ პასუხს. და იმათ მოთხოვეთ პასუხი. ევროინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში ეგ არ შედის, რომ მე და ღამე უნდა არხებს უყურო და ვამოწმო. რომელმა ჟურნალისტმა რაც იტყვა ის უწრირება არ არის. შეიძლება ძალიან ბევრი უწრირება იყო აქ. მორალი და ასე ვთქვათ პოლიტიკური მიზანშეწონილობა სრულიად აკცენტილია და ამორალობა სხვა დაგება ესეც ითქვა. ბატონმა გიამა თქვა რომ ოპტიმიზმი არა თქვენ არა ეს უფრო აქედან მომესმა შეიძლება ჩემი ინტერპრეტაცია ბატონმა გიამა თქვა რომ ოპტიმიზმი არ უნდა ნიშნავდეს თქვა ზღვარ გადასულ რაღაცა ტყუილებს და თუ ტყუილებს როგორც იყო რაც იყო მესმის ეს არის დებატების ხერხები თქვენ უნდა მაქსიმალურად ცუდ შუქჩრდილებში დამაყენოთ კი ბატონო, ნუ სხვებს აცალეთ ხოლმე გადაწყვეტილების მიღება, ყოველთვის ვცდილობთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება მოახდინოთ თავს და მაინც ამას წარმატებას ვერ ახდენთ. მე ბატონო, თქვენ რო ახსოვთ ეს იგი. კი ბატონო. მე ხელი მოგიყვება. ანტაჯუნს აუდიტორიამ სხვაგან საერთოდ, მაგრამ რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ქართულ მედიაში, რომ ევროპა, შეერთებული შტატები, ბევრი უცხოური, ასე ვთქვათ, საინფორმაციო საშუალება ვაკრიტიკებს ჩვენს მე მგონია რომ ეს ჟღერს ხოლმე. იგივე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მეხუთე მუხლით ამბობს, რომ კი კონფლიქტი დაიწყო მანამდე ომის მიზეზები ღრმა, მაგრამ 7 აგვისტოს საქართველოს ასე ვთქვათ ქმედება იყო არასწორი. სხვადასხვა ტერმინებია ნახმარი, ახლა action reaction იყო თუ მოუფიქრებელი იყო თუ სხვადასხვა კონტექსტში ეს ითქმება. მათ შორის ეხლაც ვამბობთ ამას, ხო? ზუსტად რომელ დღეს ითქვა და რომელ დღეს არა, ნუ ალბათ შეიძლება ამას ჩაუძდეს ადამიანი შეამოწმოს, შეიძლება იმ კომისიამ სხვა შორის, რომელიც იგივე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამბობს, რომ მარტო 7 აგვისტოს ამბები კი არ გამოიკვლიოს. მანამდე და მის მერე როგორ ვითარდება მოვლენები ყველაფერი, ბევრი რამე დაიდო, სულ არ გამოდის. ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი საინფორმაციო პოლიტიკის ის იყო, რომ ყურაშვილმა რაღაცა თქვა. და აი იმას მართლა ამ კუპიურა უნდა ქონოდა, ან მერე გაკეთებული იყო იმაზე რეაქცია. მაგრამ ხდება ასეთი რამეები რა, არავინ არ არის იდეალური და შეუძლებელია რომ ომის პირობებში იყო იდეალური. მეცაც გეტყვით, ნებისმიერ ქვეყანაში, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში, თუ კი გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ან მანამდე საომარი მდგომარეობა. და იგივე ევროპის საბჭოს მაპატია და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით, ხო? სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია. იმავდროულად არჩევნების დანიშნვა. დასაშვებია. ხო? ესე ხალხის თავისუფლების შეზღუდვა გვინდა. არა, რატო გადავდივართ ხალხზე? ეს აბსოლუტურად იგივე თემაა. თქვენ მეუბნებით, საგანგებო მდგომარეობა მაქვს, დასაშვებია ხალხის თავისუფლების შეზღუდვა. აბსოლუტურად გადაახვევს. ხო, გაუქმება. თუ აღარ არის. კარგი, დავყვეთ იმ დროს. რაზეც მელაპარაკეთ, იმაზე გიპასუხებ. მე იმაზე გიპასუხებ. შეზღუდვა საგანგებო ვითარებაში დაშვებული. კი? გეთახმებით, არჩევნების თემა და მაშინ გავყვეთ მართლა როდის დაიწყო და როდის არის. თემა ბატონო დავით. ის თემა მოგწურეთ, სხვა თემაზე გადახდით მაგრამ. მე ასე არ გადავხდით. ის თემა მოგწურეთ, ერთ თემაზე მელაპარაკებით და იმ წუთში გადადიხართ სხვა თემაზე და ეს არ არის ხოლმე სამართლიანი და არ გადავედი, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ, რომ დასაშვებია მედიის შეზღუდვა. მე გეთანხმებით. ევროპის კონვენციაში წერია. გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური ურთიერთობათა კონვენციაში წერია და ყველა დოკუმენტში, რომელიც ამ თემას ეხება. გეთანხმებით. ასე რომ პირველად შეიძლება კონკრეტულად მოჭრილი საგანგებო ვითარების დროს. ყველა დოკუმენტში წერია, რომ არჩევნების დროს მედიის თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება და როდესაც თანმედია გაქვს შეზღუდული, თანმედიანოს ნიშნავს. ეს ორი არ გამოდის. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ. როდის იყო ის შეზღუდვა მედიაზე, როდის მოიჭრა ის სიტყვა და როდის დაინიშნა არჩევნები? არჩევნები, ბატონო დავით, საგანგებო მდგომარეობა, ბუში და ბუშინტი და იმის წინათ იყო. რაც მელაპარაკებით ახლა. საგანგებო მდგომარეობა შეიზღუდა მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, მხოლოდ კონფლიქტის ზონებით. თბილისში აღარ იყო საგანგებო. ხო, თბილისში რომ ავსწორებენ ინტელექტუალებს, მაინც დაგვეჩაგრა. მოდით ბატონ ბობს მოусმინოთ მას რაღაც თქმა უნდა გულმოდგინე და შემდეგ დარბას მივმართავ მომენტზე რამდენიმე კითხვის დასმის საშუალებას მოგცემ. გისმენთ You all seem to agree on is the importance of maps and eventual NATO membership.